დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბაკურიანი ნამდვილად არის ზამთრის სპორტული სახეობების მსოფლიოს ეპიცენტრში, რადგან როგორც შენ ახსენე, ბაკურიანში ტარდება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ასევე თბილისსა და ბათუმშიც რამდენიმე დისციპლინა იმართება. აქ საქართველოში ჩამოსულია სხვადასხვა 45 სხვადასხვა ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი და ისინი 8 სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრებიან და უკვე ეჯიბრებიან ერთმანეთს. საქართველოს კი, რა თქმა უნდა, 8 სპორტსმენი ჰყავს. ისინი ზამთრის სპორტის 3 სხვადასხვა სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას, ფიგურულ ციგურაობაში, ბიატლონსა და ასევე თხილამურობაში, სამთო თხილამურობაში. სპორტსმენთა ასაკი ამ შეჯიბრზე 14-დან 18 წლამდე იქნება. გეტყვით, რომ ბაკურიანის აქ ეს ტურნირი 9 თებერვალს გაიხსნა და უკვე გუშინ ორშაბათს 10 თებერვალს უშუალოდ საშეჯიბრო დღე დაიწყო და ძალიან ბევრი გამარჯვებულიც კი გამოვლინდა. დღეს უკვე მეორე დღე დასრულდა ბაკურიანის შეჯიბრის და დღეს გიგანტურ სლალომში ქართველი სპორტსმენები ნელი უსტიმენკო და ანასტასია მირიანაშვილი იღებდნენ მონაწილეობას. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდათ ქართველ სპორტსმენებს, თუმცა სამწუხაროდ მათ არ ეყოთ დრო იმისთვის, რომ მედალი აეღოთ და ასე დასრულდა მათთვის დღევანდელი ასპარეზობა. ამ შეჯიბრში, გიგანტურ სლალომში, შვეიცარიელი სპორტსმენი ლარა ბიანკი გახდა გამარჯვებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღეს დავესწარით დაჯილდოებას და ჩვენ ახლა შეგვიძლია აქ გამარჯვებული სპორტსმენებისა და ასევე მათი კომენტარები მოვისმინოთ. ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვება გამაგიჟებელია. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. თავს ძალიან კარგად გრძნობ, ოქროს მედალი მოვიგე. ტრასაც და თავად ბაკურიანი შესანიშნავია. ბრინჯაოს მედალი მოვიგე. ბედნიერი ვარ ამ რბოლის გამო. მომწონს ბაკურიანი და თქვენი ქვეყანა. ხვალ ბაკურიანში ქართველი სპორტსმენების გამოსვლა არ გვაქვს, თუმცა ხვალ უკვე ბათუმში გადაინაცვლებს ქართველი სპორტსმენების შეჯიბრი და იქ ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძე წარადგენს საქართველოს. ხვალ კი დილიდან უკვე ბაკურიანში ძალიან საინტერესო და დაძაბული საშეჯიბრო დღე იწყება. თხილამურებით, ფრისტაილის სრიალი და სნოუბორდი იქნება ხვალინდელი მთავარი დისციპლინები ბაკურიანში. ამ ძალიან საინტერესო და ექსტრემალურ დაპირისპირებებს ბაკურიანში ძალიან ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი ყავს. საშეჯიბრო ტრასა უმეტესად არის დიდველის ტრასის ტერიტორია და ყველაფერი დიდველის ტრასის ტერიტორიის ტრასები უკვე რა თქმა უნდა აკმაყოფილებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს. მე ასევე გეტყვით, რომ ბაკურიანში ეს საშეჯიბრო ტურნირი 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.